ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 3 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტში გაწერილი მუხლები ეტაპობრივად შედის ძალაში. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სამოქალაქო დაცვაა, რაც გულისხმობს ხელშეკრულების 22 მუხლი და რატომ ვერ ხედავენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბათუმის მერია მექანიზმების ამოქმედების საჭიროებას. დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად 27 ივნისს მოეწერა, თუმცა ამ დროის განმავლობაში დოკუმენტის ყველა პუნქტი სრულად არ ამოქმედებულა. შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი სამოქალაქო თავდაცვაა. ხელშეკრულების მიხედვით თანამშრომლობა ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციას ისახავს მისდად. ამასთანავე მოსალოდნელი სტიქიისთვის მზადყოფნასა და დაუყოვნებლივ ეფექტურ რეაგირებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების 22 თავში ვკითხულობთ, რომ მხარეები განავითარებენ და გააღრმავებენ თანამშრომლობას ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის სფეროში, თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორობასა და ურთიერთსარგებლობაზე დაყრდნობით, ასევე მხედველობაში მიიღება მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება და ამ სფეროში მრავალმხრივი საქმიანობა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციას, მათთვის მზადებას და მათზე რეაგირებას. დოკუმენტის თანახმად კატასტროფების პრევენციისთვის აუცილებელია ტრენინგისა და მათზე რეაგირების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გაცვლაც. ბოლო დროს საჭიროში სტიქიური მოვლენების გააქტიურების პარალელურად ისმის კითხვა აქვს, ჭირდება თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიასთან ბრძოლის დროს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, მოქალაქეები პრეტენზიებს მაინც გამოთქვამენ. შედეგი არაფერი არ გვაქვს. ამოტუმბა სახანძროებმა გუშინ არ იყო ერთადერთი წყალი, როგორც კი გაწვიმდა, შესული არის ისევ სახლებში. წყლის დონე, რა თქმა უნდა, იწევს შესულია სახლებში უკვე. პირველ სართულზე ასე ბარაკის ტიპის სახლებში ვინ ცხოვრობთ, ყველასთან შესულია, ამასთან ერთად ჭერი გადახდილი. არც საწოლები, ერთ ოჯახში ხუთი ოჯახი ცხოვრობთ მეზობლები, შესახლებული. დატბორილი ვარ და თავრობა ყურადღებას არ გვაქცევს. მოდი 112-ზე ვრეკავთ, მოვლენ, ვაი ჩვენი საქმე არ არის საგიო. წავლენ, მოვლენ ჩვენ მეზობლებთან ვატენებთ ღამეს შიშისგან, ბავშვები პატარები, აი ვადაკანალმა უნდა მოვიდეს, უნდა გაწმინდოს, აი იგი რა ქვია. ტრაქტორი გვინდა ეტრობები რომ ამოყაროს, რომ წყალმა გავიდეს, წყალი არ გადის, ვიხრჩობით. ამ დროისთვის არ არსებობს ამ მექანიზმების ამოქმედების საჭიროება. სახელმწიფო შიდა რესურსებით უმკლავდება სტიქიის დროს შექმნილ ვითარებას. აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში. უწყებაში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს. ძალოვანი უწყების პოზიციას იზიარებს სტიქიის შედეგების შემსწავლელი სალიკვიდაციო კომისიის ხელმძღვანელიც. მინდია ჯანელიძე ვერ აკონკრეტებს ევროკავშირის რომელ ქვეყანას შეუძლია სტიქიის დროს სათანადო დახმარების გაწევა. გურიის რეგიონში წარმოქმნილ სიტუაციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შესაძლებლობები იყო აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ გამკლავებოდეთ კრიზისს, აქედან გამომდინარე არ გახდა საჭირო ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან დაკავშირება. სტიქიურ მოვლენებთან გამკლავებისას სირთულეები რომ არსებობდა, ამას ბათუმის მერიაში ადასტურებენ, თუმცა ბათუმის ვიცემერის მტკიცებით მოჭარბებულ ნალექს მერიის შესაბამისი სამსახურები დროულად, ამასთანავე ეფექტურად უმკლავდებიან. მაგრად მანველიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქალაქო დაცვის მუხლების ამოქმედება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ სტიქია გაცილებით მასშტაბური იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სირთულეები გვქონდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ქალაქი ჩადგა შეულ რიცხვში, ცხოვრების შეულ რიცხვში. ამიტომ მერქმა დაგვიფაროს, რომ ისეთი ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფები მოხდეს, რომ დაგჭირდეს ასეთი მასშტაბის დახმარებები. ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად დოკუმენტში გაწერილი მუხლები ეტაპობრივად ამოქმედდება.